აფხაზები ამ ეტაპზე ვერაფრით დაუპირისპირდებიან და პრინციპულად არ დაუპირისპირდებიან რუსებს, უბრალოდ მისესის გამო. მათი ამ ფორმით არსებობის ერთადერთი გარანტი რუსეთია, ხო სწორია? ჩვენ ყველანაირი საშუალება გაგვაჩნია, რომ არა ტერიტორია დავიბრუნოთ, არამედ ჯერ ერთი აფხაზები დავიბრუნოთ, იმიტომ რომ ის ორგანული ნაწილია ქართველებისა და აფხაზეთისთვის საქართველო არის იდეალური ადგილი თავისი ეთნიკური იდენტურობის შესანარჩუნებლად, სუბკულტურის შესანარჩუნებლად და ასე შემდეგ. სხვა თემა. მე პირდაპირ გეუბნებით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ აფხაზეთში პოლიტიკური ჯგუფები არ არსებობს, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან და აფხაზები ყოველთვის ცუდად რეაგირებდნენ მიწის პრობლემასთან. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, ეს კანონი, რომელიც აშკარად მომგებიანი იყო ყველა უცხოელი ინვესტორისათვის, ხო სწორია? შეიძლება საფრთხის წინაშე დაეყენებინა აფხაზეთი. ვინც ყოფილა აფხაზეთში, აი, მან იცის, რომ თუ დედამიწის ზურგზე შეიძლება იყოს 3-4, როგორც ამბობენ, 3-4 ადგილია, აი ასეთი, ერთ-ერთი არის აფხაზეთი. ეს არის ფანტასტიკური. ამას ვერ აღწერ. იმ სისხამდილით თუ არ გამოსულ ხარ და ის წეწვოვანი არ გინახა, ის რიწის ტბა არ გინახავს, ის გზაზე არ გივლია, იგივე ზღვის ნაპირი არ გინახავს და ასე შენ ვერასდროს ვერ წარმოიდგენ ამას. ამიტომ ეს არის კოლოსალური მიმზიდველობის ადგილი, ზღაპარი. ჩვენთვის არის აუცილებელი და აფხაზებისთვის ჩვენ მაგრად გაგვადურაკეს ორივენი, როდესაც მიგვიყვანეს იქამდე სანამდეც მივედით, მაგრამ ეს კონფლიქტი თქვენ მე მგონი საქართველოში კარგად არიციან, რამხელა ბაზებს აშენებს რუსეთი აფხაზეთში. და თქვენ როგორ ფიქრობთ, 45,000 კაცი მოუწყობს აჯანყებას რუსებს და გაყრის იქედან? და ესე იგი ადგება ვერ არა. საქართველოსთვის სასარგებლოა, მგონი რაღაც იბოდიალა საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში ამას რო ამბობ, მაგრამ სხვანაირად ამას ვერ დაარქმევ, არაფერი სასარგებლო იქ არ ხდება, იმიტომ რომ 1993 წლიდან, სოხუმის ტრაგედიიდან დღემდე ქართულ პოლიტიკურ ელიტას ხელისუფლებაში მყოფს და ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგია ამ სასიცოცხლო პრობლემის მოსაგვარებლად. და ჩვენ გვინდა ეხლა რომ ესე იგი აფხაზები გიყურებენ რა დღეში ხარ და ახლა გამოიქცევიან ახლა და თბილისში ჩაეხუტებიან ვინმეს? არა. ეს ძალიან ღრმა პოლიტიკის საგანია. ჩვენ ყველაფერს მივახცევთ, მათ შორის აფხაზებთან. მე საზღვარგარეთ ვითხოვე, რომ იქნება აფხაზებმა რამდენადაც ვიცი, იციან ის კონცეფცია, იმიტომ რომ ცნობილმა ლორიკ მარშანიამ რაღაც ფორმით გააცნო თავის დროზე ეს ყველაფერი. როგორი იყო რეაგირება მათი მხრიდან? როგორც მე მითხრეს, აფხაზებმა თქვეს, რომ ქართველი თუ ამას დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდითო. ამიტომ მე სიამოვნებით ჩავიდოდი, მე არ მინდა ზედმეტი რაღაც ნაბიჯები გადავდგა, მე სიამოვნებით ჩავიდოდი აფხაზეთში, გავივლიდი ქუჩაში, დავილაპარაკებოდი ყველა და ჩვენ უნდა აღვადგინოთ. მე ჯერ კიდევ ადრეც ვამბობდი, რომ ჩამოვიყანოთ აფხაზები, დავსვათ საზოგადოებრივ მაუწყებელში თუ რა ჯანდაბაც ქვია, პირველი არხია თუ რაც არის და ერთმანეთს ძალიან მწარე რამეებს ვეტყვით. ჩვენ ძალიან მწარე რამეებს გვეტყვიან, ჩვენ ძალიან მწარე რამეების თქმა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაროთ ანამნეზის პერიოდი. ანამნეზის გზას თუ არ გაივლი, შენ თავს თუ არ გამოუწყდები, რა ნეხში შეხვედი, საკუთარი შეცდომების ხარ გაგითამაშეს, ყველა თავისი მიზანი აქვს, მაგრამ გაგითამაშეს ის, სადაც სასწაულად სუსტად მოქმედებდი, სუსტი და შეცდომებით სავსე იყავი, მაგრამ ვერ გაგითამაშეს სხვაგან, რადგან იქ გაცილებით უკეთესი პოზიციები ჰქონდა.